წმინდა სახარებაში ურს ბერძნულად შეესატყვისება სიტყვა არტოსი, ხოლო არტოსი მოიცავს ასეთ გაგებებს. ესაა საჭმელი, რომელიც დამზადებულია ფქვილისა და წყლისაგან და გამომცხვარია. პური მიძღვნილი იყო ღმრთისადმი. პური მოიცავდა ყოვლის მომცველი საჭმლის გაგებასაც, ყოვლის მომცველი საჭმელი. ამასთან თავისთავად თვითონ არტოსიც ნაწარმოებია სიტყვიდან აიროს, რომლის ფუძეც ასეთი გაგებები აქვს. აღამაღლო ასწიო მიწიდან. წარმოიდგინეთ ასეთის დახატო თევზი, თევზი იცით თქვენ, ქრისტეს სიმბოლოა. მიიკუთვნო ის, რაც აიღე. ასევე აღნიშნავს იმ საწს, როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, აიღება ცოცხალთაგან ბუნებრივი ან ნაწალადევი სიკვდილის გზით.